ზეწოლა რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე გრძელდება. რეჟიმის პატიმრის ზვია ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე გზის გადაკეტვის მოტივით 5,000 ლარი დააჯარიმეს. კიდევ ერთხელ 5,000 ლარით დააჯარიმდა სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსიაც. ის წერს, რომ ოლიგარქის პოლიციამ ოქმი მას საცხოვრებელ სახლში მიუტანა. კიდევ ერთი დაჯარიმებული აქტივისტი გიორგი მუმლაძეა. მუმლაძეც, რომელსაც ასევე გზის გადაკეტვას ედავებიან, 5,000 ლარით დააჯარიმდა. ნინო გაზდელიანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით გისმენინა. რამდენიმე დღის წინ ამოქმედა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რომლებიც შევიდა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში და მას შემდეგ უკვე ოლიგარქის რეჟიმმა აქტიურად დაიწყო ამ გამკაცრებული ნორმებით მოქალაქეების დაჯარიმება. ამ შემთხვევაში რესპონდენტები, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის რუსთაველის გამზირზე და თითოეულ მათგანს რამდენიმე მოქალაქეს რამდენიმე დღის შუალედით 5,000 ლარიანი ჯარიმის ოქმები მიუვიდათ. ისინი ასევე ამახვილებენ ამ ოქმების ჩაბარების ფორმებზეც. ერთ-ერთ მაგალითად მიუტანეს გამთენიისას, ხოლო მეორე ამბობს, რომ გვიან ღამით 7 სამართალდამცველი იყო მისული ამ ერთი კონკრეტული ოქმის გადასაცემად. მათი შეფასებით ეს ყველაფერიც დაჯარიმებაც, ეს ფორმებიც ძალადობაც ემსახურება იმას, რომ როგორმე ჩაახშონ პროტესტი, თუმცა ეს ოლიგარქის რეჟიმს არ გამოუვა, ვინაიდან ამბობენ, რომ ისინი იბრძოლებენ ბოლომდე იმისათვის, რომ ივანიშვილის ავტოკრატიულმა რეჟიმმა ფესვები არ გაიდგას ქვეყანაში და საქართველოს და მომავალ თაობას ევროპული მომავალი და განვითარების პერსპექტივა არ დააკარგვინოს. წუხელ დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე, როცა შევდიოდი სახლში, მანქანით დამხვდნენ დაახლოებით 6-7 იყვნენ, გადმოვიდნენ. ძალიან ისეთ ცდილობიან ფორმაში მომმართეს, რომ გავჩერებულიყავი. თავისთავად შემდგომ შედგა საუბარი, რომ არიან ვაკე საბურთალოს პოლიციიდან და უნდა ჩამაბანონ დაჯარიმების ოქმი, რომ 8-ში საღამოს გადავკეტე რუსთაველის პროსპექტი, ისე რომ ამის საჭიროება არ იყო, შესაბამისი რაოდენობა ხალხის არ იყო და რომ დავჯარიმდი 5,000 ლარით. ეხლა ცდილობენ მაქსიმალურად შეგვზღუდონ, შეგვავიწროვონ, ფულადი ინტერესიც აქვთ, რომ ფინანსურადაც გამოგვფიტონ და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენს გატეხვას რა, რომ არაფერი არ გამოგივათ, სადაც იქნებით ყველგან მოგწვდებით და დასაჯარიმებელი იქნება დაგაჯარიმებ, დასაკავებელი იქნება დაგაკავებთ. გამორიცხული არ არის, რომ დაიწყონ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების დაპატიმრებაც. როგორც კი ამოქმედს ეს ასე თქვა კანონმდებლობა, 2 დღეში მომადგნენ ფორმიანები და მომიტანეს 7 თებერვალს კეტავდიო რუსთაველსო და უნდა დაგაჯარიმოთ 5,000 ლარითო. ამის პარალელურად ორ სხვა საქმეზე, ანუ სხვადასხვა დღეზე სასამართლოში ვარ დაბარებული, რომელიც 7 თებერვლამდე ასე ვთქვათ მომენტებს მედავებიან ეპიზოდებს, ხოლო გუშინ, როდესაც მე რუსთაველზე ვიდექი, ასე მოსულან ჩემთან ფორმიანები და უკვე 8 თებერვალს კეტავდა რუსთაველს და კიდე 5,000 ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს. აი ეს მიდგომები პრაქტიკულად ემსახურება იმას, რომ პროტესტი შეწყდეს, ჩვენ ამას არ შევეგუებით, არ დავთმობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი არის რეჟიმის ტყვე და მათი თავისუფლებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი თავისუფალი არჩევნები. გუშინაც მოსულან ჩემთან სახლში, ჩემს 8 თვის ბავშვი ან მეუღლეს ელოდებოდნენ, ბავშვი თხელს შეეცა გაავკარები, შემოწვიდნენ სახლში და გააფორმეს ეს 5,000 ლარიანი ჯარიმა კიდევ ერთხელ. ყოველ მეორე დღეს წერენ ჯარიმას და მე მიმართა ვახო გომელაურს, ვახო მოეშვი ოჯახების აწიოგებას, მithoses ბავშვების და მიტინგზე ვარ ყოველ დღე, იქ გადმომეცი შენი 5,000 ლარიანი ჯარიმები, რომელიც არის აბსურდი მართლა. არ ვიცი რა შეფასება უნდა მივცი ამას, უბრალოდ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფილმი მონანიებას იღებენ, რაც არ გამოუვათ, ყოველდღე ვიქნები აუცილებლად რუსთაველზე, რამდენი ჯარიმაც არ უნდა დამიწეროს.
რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები ეს არის ისევ მთავარი მოთხოვნა ყველა იმ ადამიანის, რომელიც უკვე 77 დღეა აპროტესტებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ქვეყანაში. ისინი აპროტესტებენ ძალადობას, ზეწოლას მედიაზე, რეპრესიულ კანონებს, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ და ასევე საჯარო უწყებებში დაწყებულ რეპრესიებს, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას. ამ ყველაფერს კი მოქალაქეები უკვე 15 თებერვალს მასშტაბურ აქციაზე გააპროტესტებენ. ისინი შეიკრიბებიან ევროპის მოედანზე შაბათს 15 თებერვალს 6 საათზე და უკვე მსვლელობით გადაინაცვლებენ თავისუფლების მოედანზე არა რუსულ დიქტატურას. აი ეს იქნება ამ აქციის მთავარი გზავნილი. ადრესატი არის არალეგიტიმური ხელისუფლება და ისინი მოქალაქეები ამ მასშტაბურ აქციაზე კიდევ ერთხელ იტყვიან საკუთარ სათქმელს და კიდევ ერთხელ ეტყვიან ქართულ ოცნებას, რომ ისინი არ დათმობენ და არ დაიხევენ უკან, იბრძოლებენ გამარჯვებამდე იმისათვის, რომ ქვეყანამ საბოლოოდ ეს ევროპული მომავალი არ დაკარგოს.